მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს უკვე ტრადიციისამებრ მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გარშევა თემაზე, რა გელით ახლო მომავალში, ან კვირის ენერგიები. და მოდით ახლა ნახოთ, რა გელით 19 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი ვფიქრობ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და მოდით დავწყოთ ახლა დავარიგებ ვარიანტებს. რა გელით 19 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით. რა ელის პირველ ვარიანტს, რა ელის მეორე ვარიანტს, კი ბატონო, ორ ვარიანტიანი გაშლა გვაქვს. და პირველი ვარიანტის ქვა იქნება ასეთი, მეორე ვარიანტისთვის კი აი ასეთი. არჩიეთ სასურველი, კი ბატონო, ორივე ჩანს მშვენივრად, რომელიც უფრო მეტად გიზიდავთ, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა აპაუზეთ და დავიწყეთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ნახოთ პირველ ვარიანტს რა ელოდება 19 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით და აქ ამოვიდა არკანი ხმლების ტუზი. ტუზი მეგობრებო ყოველთვის არის რაღაც ახალი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები, ახალი შანსები და ხმლების ტუზი არის რაღაც ახალი აზრი, ახალი ხანდახან შთაბეჭდილებას თქვენ წარმოიდგინეთ. და პირველ რიგში ეს ერთი კვირა თქვენთვის პირველი ვარიანტი იქნება ახსავსე რაღაც გადაწყვეტილებებით. თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან დიდი ალბათობით მიიღებთ საკმაოდ საბედისწერო, მნიშვნელოვან და ძალიან კარგ გადაწყვეტილებას, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ გადაწყვეტილებასთან ერთად იყოს დაბალანსებული და გათვალისწინებული როგორც თქვენი ემოციები, ემოციური ფონი და ინტუიცია, ასევე თქვენი ანალიტიკური აზროვნებაც, ეგრეთ წოდებული ცივი გონებაც, ხო? და ასევე ხმლების ტუზი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ყველასთან რა თქმა უნდა ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ ძალიან ბევრ თქვენგან თან ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება რაღაც ახალი იდეა, რომელიც შეცვლის ან სრულიად გადაატრიალებს თქვენს რეალობას, რა თქმა უნდა უკეთესობისკენ. ამიტომაც მეგობრებო, ყურადღებით იყავით თქვენს აზრებთან, თქვენს იდეებთან, შესაძლოა ყური მოკრათ რაღაც ისეთ საინტერესოს, რაც დაგეხმარებათ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაში, ან რაც შთაგაგონებთ, ხო? კონკრეტული იდეისთვის. ასევე ხო, კარგი იქნება თუ ჩაიწერთ კიდევაც თქვენს აზრებს, მოსაზრებებს, რა იდეებიც მოგივათ, იმიტომ რომ ნებისმიერი იდეა წარმოშობს რაღაც ახალ იდეას. და ხმლების ტუზი ასევე იცით რის შესახებ მეტყველებს, ეს იქნება დრო, როდესაც თქვენ უკვე იძულებულნი იქნებით მიიღოთ გადაწყვეტილება. მარტივი ენით რომ ახსნა, აქამდე თუ რაღაცას ითმენდით, რაღაც გადაწყვეტილებას ვერ იღებდით, თავს არ იდებდით, გაურბოდით, ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ამას ვეღარ შეძლებთ, გინდათ არ გინდათ და ზოგადად თითქოს აქ პირველი ვარიანტი თქვენ ისედაც შინაგანად გრძნობთ, რომ ასეთი ეპიზოდი მოდის თქვენს რეალობაში, რომ აი უკვე ბეწვზე კიდია რაღაც კონკრეტული სიტუაცია, რომელშიც აუცილებლად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ეს შესაძლოა ეხებოდეს ადგილმდებარეობის შეცვლას, შესაძლოა ეხებოდეს კონკრეტულ ადამიანთან თუ ადამიანებთან კომუნიკაციის გაწყვეტასაც, ან პირიქით. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა არის პირველ ვარიანტს 19 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, რა არის პირველ ვარიანტს. ზოგადად კვირის არკანი საკმაოდ კარგი ენერგიებით ამოვიდა, თუმცა ცოტა ესეთი კაცრი. პენტაკლების 7-იანი, ხმლების 8-იანი, თასების მეფე და პენტაკლების 9-იანი. პირველ რიგში აქ აშკარად ხედავ რაღაც გარკვეულ მენტალურ ჩარჩოებს, მენტალურ ეგრეთ წოდებულ რა ვიცი, გალიებს, ჯალკეტილობას. და იცით თან პენტაკლების 7-იანი ამოვიდა, აქ აშკარად ჩანს კონკრეტული სიტუაცია, რომელშიც თქვენ ყოფნა ნამდვილად არ გსურთ, მაგრამ თითქოს ამ სიტუაციას გარკვეული მიზეზების გამო ან არასრულებთ, ან ვერ ასრულებთ, შესაძლოა გეშინოდეთ კონკრეტული ადამიანის, ან ზოგადად ამ გადაწყვეტილების მიღების და თითქოს აი ცდილობთ, ეჭიდებით კონკრეტულ სიტუაციას, ცდილობთ და დებთ ისევ და ისევ ამ სიტუაციაში ენერგიას, ცდილობთ გააუმჯობესოთ.
აი თითქოს სიტუაციას უკვე აშკარად აღარაფერი აღარ ეშველება უკასრავად, მაგრამ თქვენ მაინც ეჭიდებით და მაინც ცდილობთ რაღაც მოძებნოთ, რაღაც მოაგვაროთ, ცდილობთ ჩადოთ ენერგია, მაგრამ აი გულის სიღრმეში თითქოს უკვე იგრძნობა ეს მომენტი, რომ აი მაინც აღარაფერი აღარ იცვლება, განსაკუთრებით თუ ეს ეხება პიროვნებას, იმიტომ რომ აქ აშკარად ხედავ იმას, რომ ძალიან ბევრი თქვენგანის რეალობაში აქ აშკარად კონკრეტულ პიროვნებაზე არის საუბარი. თითქოს კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით ვერ იღებთ გადაწყვეტილებას. შესაძლოა ეს იყოს კონკრეტული ადამიანის მიტოვება, ან პირიქით კონკრეტული ადამიანის მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ხო? მაგრამ ახლა ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ უკვე გინდათ არ გინდათ მოგიწევთ აუცილებლად ამ გადაწყვეტილების მიღება, მოგიწევთ ამ ენერგიებიდან გამოსვლა, მოგიწევთ ჩარჩოებიდან გამოსვლა და რაც მთავარი არის, იცით, ახლა თუ თქვენ მუდმივად დებთ ენერგიებს და ვერ ხედავთ ამაში ნაყოფიერობას, აქ უკვე ასე ვთქვათ, წყობილებიდან ამოხვალთ. ყველა რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ შეიძლება აღინიშნოს წყობილებიდან გამოსვლაც, ჭუბი, კონფლიქტიც, თუმცა ეს უმეტესობასთან არ რეზონირდება და თქვენ უფრო მკვეთრად, უფრო კარგად დაინახავთ ამ სიტუაციას, საიდან უნდა გამოხვიდეთ, როგორ უნდა გამოხვიდეთ და ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან კარგ გადაწყვეტილებას მიიღებთ. და ეს გადაწყვეტილება ეხება უმეტესობასთან რაღაც ემოციურ ფონს, ემოციურ ასპექტებს, როგორიც არის მაგალითად გრძნობები, ემოციები და რა თქმა უნდა ადამიანებთან კომუნიკაცია. და ასევე პენტაკლების რაინდი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ბევრ თქვენგანთან ეს ეხება რაღაც მატერიალურ ასპექტებსაც. შესაძლოა კონკრეტული სამსახურიდან წასვლა, სამსახურის შეცვლა, ან რაღაც მსგავსი, ხო? ასევე ფინანსების კუთხით ეს ერთი კვირა პირველი ვარიანტისთვის იქნება საკმაოდ ნაყოფიერი და სასიამოვნო. მე კი ამაზე თქვენ დაგემშვიდობებით, თქვენ ძალიან სწორად და ძალიან კარგად შეძლებთ რომ განსაზღვროთ თქვენი ემოციები, პირველი ვარიანტი. დაგემშვიდობებით, ბედნიერი კვირა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე და ნახოთ მეორე ვარიანტს რა ელოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. მეორე ვარიანტი არკანი ქურუმი კაცი. უფროსი არკანი ამოვიდა აქ მეგობრებო და პირველ რიგში აქ აშკარად ხედავ რაღაც გარკვეულ კავშირს წარსულთან, იმიტომ რომ იცით შეხედეთ ამ არკანს, აქ არის გამოსახული მოხუცი მამაკაცი და ორი პატარა ბავშვი და აქ იცით როგორ სიუჟეტს ხედავ თითქოს ეს მოხუცი მამაკაციც თქვენ ხართ და ეს ბავშვებიც ხართ თქვენ. აქ აშკარად ჩანს ასეთი თანაკვეთა თქვენს წარსულს, მომავალსა და აწმყოს შორის და იცით აქ იქნება პირველ რიგში შესაძლოა აქ იყოს რაღაც შეხვედრები, რაც არის კავშირში ნოსტალგიასთან, მაგალითად ბავშვობის მეგობრების მონახულება ისეთ ადგილებში სიარული, სადაც თქვენს წარსულს დიდი როლი ჰქონდა. და იცით არკანი ქურუმი კაცი ამ შემთხვევაში მეტყველებს იმის შესახებ, რომ აი ეს კავშირი თქვენს წარსულთან დაგეხმარებათ იმაში, რომ ბევრი რამ უფრო სწორად გაანალიზოთ. და ასევე იცით აქ როგორ რაღაცას ვხედავ თითქოს თქვენი წარსულიდან რაღაც ახალ დასკვნებს გამოიტანთ, ახალ ინფორმაციებს მოიძიებთ. შესაძლოა სხვათა შორის აქ წარსულიდან რაღაც ახალი ინფორმაციები, რაღაც ახალი ჭორებიც კი გაიგოთ, ხო, რატომაც არა. მაგრამ ეს ყველაფერი მოგიტანთ თქვენ ისეთ რას? სიბრძნეს. დიახ, სიბრძნეს თქვენ წარმოიდგინეთ. იმიტომ რომ თქვენ გააკეთეთ ძალიან საინტერესო დასკვნებს საკუთარ თავზე, საკუთარ წარსულზე, ზოგადად ადამიანებზე და ადამიანების ბუნებაზედაც კი. და ასევე ქურუმი კაცი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ გააზიარებთ ამ ინფორმაციას. თითქოს თქვენ ითამაშებთ არა უბრალოდ ბრძენის არქეტიპის, არამედ ბრძენი მასწავლებლის როლს, რომელიც ეხმარება სხვებს. სხვათა შორის შესაძლოა რაღაც ახალის გააზრებასთან ერთად კონკრეტულ ადამიანს ან ადამიანებს გაუზიაროთ თქვენი
ცოდნა თქვენი დასკვნების შესაძლოა იმათაც კი ვისაც შეხვდებით ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხო, მაგალითად ადამიანებს წარსულიდან, რატომაც არა, ან ახალ ადამიანებს თქვენს რეალობაში, ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება. დავამატოთ ახლა არკანები და ვნახოთ. რა არის მეორე ვარიანტს 19 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით. კვერთხების დედოფალი და არკანი იმპერატორი ხალი. მე ვიცი რომ ძირითადად მე უფრო მეტად მიყურებენ ქალბატონები, თუმცა საკმაოდ ბევრი მამაკაცებიც მიყურებენ და პირველ რიგში შეგახსენეთ იმას, რომ ორივე სქესს გააჩნია ორივე სქესის ენერგია, როგორც ფემინური, ასევე მასკულინური და აქ ამ ერთი კვირის განმავლობაში მკვეთრად იგრძნობა ძალიან მძლავრი ფემინური ენერგიები და პირველ რიგში ქალბატონები, რომლებიც მიყურებენ, თქვენ გეტყვით ასე, თქვენში იღვიძებს ძალიან მძლავრი ფემინური ენერგიები, ნაყოფიერობის ენერგიები, სიბრძნის ენერგიები, სექსუალური ენერგიებიც. თქვენ იგრძნობთ, რომ ხართ ძალიან ლამაზი, ძალიან მოთხოვნადი, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულადაც. თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენი გარეგნობა არის ძალიან მოთხოვნადი, ძალიან ლამაზი, ძალიან ბევრ კომპლიმენტებს მოისმენთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ძალიან ბევრ ქება დიდებას და ასევე თქვენი ცოდნაც. აქ არ იქნება რაღაც ისეთი, რომ მხოლოდ თქვენი გარეგნობა ფასდება. არა, აქ თქვენი შინაგანი სიბრძნეც, შინაგანი პოტენციალიც აუცილებლად იქნება აღიარებული. რა თქმა უნდა, ყველასთან სხვადასხვანაირი ინტენსიურობით და სხვადასხვა სიტუაციაში, მაგრამ მაინც. და გარდა ამისა, აქ იცით როგორ რაღაცას ვხედავ, თითქოს თქვენში არა უბრალოდ გამოიღვიძებს ეს ენერგიები, რაზედაც ახლა მე ვისაუბრე, არამედ კარგად გაესმევა ხაზი და იქნება აღიარებული. შესაძლოა თქვენთვის ძალიან მოულოდნელი ხერხებითაც კი. იმიტომ რომ არკანი კვერთხების დედოფალის და არკანი იმპერატორი ქალიც არიან ვინ? ორივე არკანი არის ძალიან თვითკმარი, ნაყოფიერი, ძლიერი ქალი, ქალი თავად ფემინურობა, ქალი თავად ნაყოფიერობა, ქალი თავად ძალა, ხო? კარიერის კუთხითაც იქნება აქ აუცილებლად ძალიან საინტერესო წინსვლები, ძალიან ბევრი შთაგონება, ძალიან ინტენსიური ენერგიები იგრძნობა აქ. განსაკუთრებით იმ ქალების შემთხვევაში, ვისაც გაქვთ თქვენი რაღაც ბიზნესი, აქ აუცილებლად იქნება თქვენი ბიზნესის კუთხითაც აღიარება, ან თქვენი სამსახურში აღიარება, ხო, გააჩნია სად მუშაობთ და როგორ მუშაობთ. ნაყოფიერობაც მოდის, ძალაც შესაძლოა ბევრი თქვენგანის რეალობაში აქ იყოს დაწინაურება ან სამსახურის გაცვლაც კი. ასევე მამაკაცებო, თქვენს შემთხვევაში გეტყოდით იმას, რომ თქვენს რეალობაში ამ ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული ქალი ითამაშებს ძალიან დიდ როლს. კონკრეტული ქალისგან მიიღეთ ძალიან ბევრ გვერდში დგომას, ძალიან ბევრ საინტერესო რჩევებს, შესაძლოა სიმპათიასა და კომპლიმენტებსაც კი, ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, გავიმეორებ. კიდევ დავამატოთ არკანები, რა არის მეორე ვარიანტს 19 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით და თავისით ამოხდა არკანი ქურმი ქალი და არკანი პენტაკლების რაინდი. მეგობრებო, რა ვთქვა, მეორე ვარიანტში ამოვიდა უკვე 3 უფროსი არკანი და თანაც 1 წყვილი არკანებისა, იმიტომ რომ ქურუმი კაცი და ქურუმი ქალი ამოვიდა, ამიტომაც აქ ნამდვილად შესაძლებელია რაღაც ახალი წყვილი შედგეს. მაგალითად, თუ თქვენ ხართ ახლა მარტოსული, არის ნამდვილად იმის შანსი, რომ კონკრეტული ადამიანი გაიცნოთ, კონკრეტულ ადამიანთან ერთად იყოთ. არის შანსი მიიღოთ თქვენთვის მოულოდნელად რაღაც საჩუქარი, რაღაც გარკვეული ინიციატივები და ასევე ვისაც ყავთ პარტნიორი, ძალიან დიდი ალბათობით თქვენი პარტნიორისგან აუცილებლად მიიღებთ ყურადღებას, მეტ აღიარებას, მეტ სითბოს. და ასევე მეორე ვარიანტი, გაითვალისწინეთ, ახლა რასაც ვიტყვი, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს ინტუიციას. თქვენს ინტუიციასა და სულიერ განვითარებას. ამიტომაც ამ ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება მედიტაციები, მნიშვნელოვანი იქნება უფრო მეტი დაკვირვება და უფრო მეტი ინტენსიური ყურადღება თქვენი ინტუიციის მიმართ და
აქ აუცილებლად იქნება წინსვლა და აღიარება. თავარი ენერგიები ეს არის თქვენთვის. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა. მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ